გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# YouTube არხი და დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება თუ რა მარტივი არის .NET Core-ის აპლიკაციაში OpenAI-ის API-ის ინტეგრაცია. დავიწყოთ პირველ რიგში უნდა შევიდეთ OpenAI.com-ზე და დავლოგინდეთ API პლატფორმაზე. რა თქმა უნდა, უფასო არ არის. მაგრამ შეგვიძლია თქვათ $10 ჩავრიცხოთ, როგორც მე ჩავრიცხე მაგალითად და გავტესტოთ და ვითამაშოთ რა რაღაცები. ეხლა ბილინგში თუ გადავალ, მიჩვენებს რომ აქვს $9 და 12 და იმის და მიხედვით რამდენს ეჩატავები API-ის და რამდენი ტოკენს გამოიყენებ, მაგის და მიხედვით მე გაკლდება აქ თანხა რა. სურათების გენერაცია უფრო ბევრი მიაქვს და შეიძლება 1-2-3 სურათზე $1 ჩამოგაჭრას. API key-ები გვაინტერესებს ჩვენ. შეგვიძლია ეს წავშალოთ და შევქმნათ ახალი API key. test key დავარქვათ ამას. სულ ერთია რომელ პროექტზე შევქმნით. ეს დავაკოპიროთ და შევინახოთ. კიდე რაც არის მნიშვნელოვანი არის, რომ აქ ლიმიტებში თუ ჩამოვალთ, ანუ პროექტს უნდა კონდეს ჩართული მოდელი რა, რომელსაც გამოვიყენებთ მე API-ში. ეხლა თუ გადავალთ აქ ჩვენ დოკუმენტაციაში და ვნახავთ .NET-ის მაგალითს. აქ chat კლიენტის ობიექტს რო ქმნის მოდელში უნდა რომ ეს კლიენტი იმუშავება ამ მოდელს. მაგრამ ეს მოდელი ჩვენ ჩართული თუ არ გვექნება ლიმიტებში, აქ ლიმიტებში თუ არ გვექნება ჩართული, მაშინ ვერ გამოვიყენებს უბრალოდ რა მაგ მოდელს. კაი, ეხლა მე აქ გავამზადე მარტივი .NET Core-ის API-ის პროექტი. არაფერს არ აკეთებს, გაჩვენებთ. არის ვაძლევთ prompts, გამარჯობა და უბრალოდ იგივეს გიბრუნებს უკან. დავიწყოთ ეხლა დოკუმენტაციის მიხედვით როგორ დავაინტეგრიროთ .NET-ის აპლიკაციაში OpenAI. პირველ რიგში დავჭირდება OpenAI NuGet-ი, რომელიც მე მგონი უკვე დავაყენე, ვნახოთ ერთ წამით. Manage NuGet packages. ვნახოთ აბა OpenAI კი დაყენებული აქვს უკვე OpenAI. და შემდეგ არის აი ეს კოდი. აქ უბრალოდ უნდა მივცეთ ჩვენი key. Private read-only string API key. და ეს რაც შევინახეთ, ეგ შევინახოთ ამაში. და ეს API key უბრალოდ აქ ჩავაწოდოთ ამას. ეს პრომპტი გადავცეთ აქ. ანუ ქმნის კლიენტს და მე ამ კლიენტზე იძახებს complete chat და ატანს პრომპტს, რაც არის გამოგზავნილი. ეხლა ამაზე ეს არ იმუშავებს, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული მოდელი არ აქვს ჩართული ჩვენ პროექტზე. ვნახოთ აბა. გამარჯობა. Model not found. ხო, იმიტომ რომ მოდელი not found, რომ აი აქ ლიმიტებში არ გვაქვს ეგ ჩართული. ლიმიტებში. აი ეს არ გვაქვს. ხო და რომელიც გვაქვს ჩართული, ეგ ავიღოთ. აი ესე უბრალოდ ჩავთოთ ახლა აპლიკაცია. და უთხრათ გამარჯობა, ჩემი სახელია ვაჟა. ხო, აქ უნდა შემეცვალა ახლა ეს, რომ რაც გადავეცის კი არ დააბრუნოს, არამედ
completion-ის result-ი რაც იყო, მაგის კონტენტის პირველის ტექსტი. First ის არის, რომ მე მგონი რამოდენიმე ვარიანტს აბრუნებს. შეგვიძლია ჩავხედოთ მაგასაც. Completion content. და ვნახოთ რეები მოვიდა კონტენტში. გამარჯობა, ჩემი სახელია ჟა. ხო, ამ შემთხვევაში ერთი completion-ია, მაგრამ მას შეიძლება რაღაც კითხვებზე რამოდენიმე ვარიანტი და იქიდან ასარჩევი იყოს მერე. და ეხლა ამას თუ გავაგზავნებთ. გამარჯობა, ვაჟა, როგორ შეიძლება დაგეხმარო. Всё. OpenAI-ის API ჩაინტეგრირებულია ჩვენს აპლიკაციაში, მაგრამ ეხლა ამას რაც არ აქვს, ეს ვერ იმახსოვრებს კონტექსტს. ანუ ჩემი წინა მესიჯები ამას არ ახსოვს. ანუ ეხლა რო ვკითხო რამ ქვია, სავარაუდოდ ვერ მიპასუხებს ამაზე. ვაშოროთ breakpoint-ი. გამარჯობა, იმედი მაქვს ეს აქტი დაგეხმაროთ. რას გულისხმობთ, რას მქვია? ხო, არ აქვს კონტექსტი წინ რა ვკითხე, წინა მესიჯები და მაგიტო ვერ გამსაწესიერი პასუხი. ეხლა ეგ როგორ გვარდება? მოკლედ, რაც ვკითხეთ და რაც გვიპასუხა, ეგ სადღაც უნდა შევინახოთ. რეალური use case იქნებოდა, რომ ბაზაში შეგვენახა ეგ და თქვათ საიტზე თუ ყავს რამოდენიმე სხვადასხვა იუზერები, სხვადასხვა იუზერისთვის ეს ისტორია ბაზაში იყოს შენახული და როცა ტიპი შემოვიდა და ლოგინდება ჩვენ საიტზე, წამოვიღებთ ბაზიდან ისტორიას ამ ტიპის და იქ უჩვენებთ რა, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე შეგვიძლია პროსტა ცვლადში შევინახოთ გაგზავნილი მესიჯები, რომ ვნახოთ პროსტა როგორ მუშაობს. გავაკეთოთ რამე private read-only list of chat message-ები, ეს თვითონ OpenAI chat-იდან ნუგეტიდან წამოსული კლასი არის და ამ message-ში უნდა დავამატო user message-ი. User chat message. Τώρα მატება read-only როა. კონსტრუქტორიდან გადმოვცეთ ეს და ამას მივანჯოთ ეს. ეს იქნება უბრალოდ singleton რაღაცა ლისტი, რომ უბრალოდ არ დაგვიკარგოს state-ი ინფორმაცია არ დაგვიკარგოს გაგზავნილ და მოსულ მესიჯებზე რა. Chat message. So, ეგ გვაქვს singleton-ად. გაქრახდება, მაგ new დამოვწყდა. დავამატოთ, ესე იგი, ამ მესიჯებში დავამატოთ user chat message-ი. მერე ეს მესიჯები, პრომპტი კი არ გადავცეთ, უკვე ეს მესიჯების ლისტი გადავცეთ აქ. ამას აქ რა არის? რამოდენიმე override აქვს. ერთი არის პრომპტი ეგზავნება პირდაპირ და მეორე არის მესიჯები რა. მესიჯების პარამსი არის იდეაში შეგიძლია ერთი string-ი გადასცა, შეგიძლია რამოდენიმე string-ი. საბოლოოდ ესეც იმუშავებს, ხო? კი, ხო. ხო და პრომპტს კი არ გადავცეთ, ამ შემთხვევაში გადავცეთ მესიჯებს. და ამ მესიჯებში ეს პრომპტიც არის. თქვათ პირველი ინტერაქცია თუ არის ჩვენი API-სთან, მაგ შემთხვევაში პირველი კითხვა იქნება პრომპტი და შემდეგ ეს როცა დააბრუნებს, ამ მესიჯში კიდე უნდა დავამატოთ დაბრუნებული AI-ის დაბრუნებული პასუხი.
და რაც ამ შემთხვევაში იქნება ეს response-ში შევინახოთ. ეს დავამატოთ new assistant chat message. ან ნახე, როცა user-ის პრომპტი არის, ვამატებთ user chat message-ს და როცა ასისტენტის დაბრუნებული პასუხი ვამატებთ assistant chat message-ს. სავარაუდოდ ორივე არის chat message-ის შვილობილი და მაგიტომ სავარაუდოდ კი ეგრე მუშაობს რა. და თან response დავაბრუნებთ აქ. всё, ამის მერე წესით მე რო რამე შევეკითხები, ეგ ხო შეინახება ამ ჩვენ ცვლადში. მერე იმის response-ი რაც დაბრუნდება, ეგეც შეინახება და უკვე შემდეგ პრომპტზე ეგ მესიჯების array გაეგზავნება მთლიანად OpenAI-ის და კონტექსტიც მაქედან ეცოდინება რა. ნახოთ ახლა თუ არის სწორი ეს ჩემი რაც ჩამოვაყალიბე ჰიპოთეზები. ანუ ეხლა ამას რო უთხრა რომ რამდენი ოქროს ბურთი აქვს მესის. მესიჯებში შეინახა რამდენი ოქროს ბურთი აქვს მესის, მერე გაეგზავნა დაბრუნდა response-ი ლეონის ოქროს ბურთი. ხო, რაღაც დაბრუნდა და ეგ მესიჯებშიც შევინახეთ თან. ანუ ეს არის ჩვენი კითხვა, რამდენი ოქროს ბურთი აქვს მესის, ის არის იმის პასუხი. და ბოლო პასუხი დავაბრუნეთ. ლეონელ მესის 7 ჯერ და წლების ხო ბაზარი არა. ეხლა უთხრათ რომ გამარჯობა, ჩემი სახელია ვაჟა. უკვე სამი მესიჯი გაიჩნდა. პირველი მესიჯზე რო უკითხე და მესიჯზე რო მიპასუხა და ეხლა ჩემი სახელი რო უთხარი. ეგეც იმის გამარჯობა ვაჟა, როგორ ხარ? რაღაცა ვიღავიგე. არ ვიცი რას ნიშნავს. და ეხლა ვკითხო რა კითხე პირველი კითხვა. პირველი კითხვა რომელიც დასვი იყო რამდენი ოქროს ბურთი აქვს მესის, კი ბატონო. და რა მქვია რო ვკითხო. ქვია ვაჟა. всё, ეგ არის რა, ანუ ესე ინახება ესე ვაძლევთ AI-ის კონტექსტს, დიალოგის, რომ მე წინები რეები ველაპარაკე და რო იცოდეს ზოგადად კონტექსტს. მადლობა ყურადღებისთვის. ამის ნახება მინდოდა თქვენთვის. კარგად.